ბლიპსი, ეგრეთ წოდებული სწრაფად კეცვად ალგორითმს იყენებს, რომელიც ძებნის ძლიერ მგრძნობიარე მეთოდია პერიოდული სიგნალების იდენტიფიცირებისათვის. მაგალითად, წარსულში მეცნიერები მას ვარსკვლავის ერთ-ერთი ტიპის პულსარების საძებნელად იყენებდნენ, რომლებიც სინათლის პერიოდულ პულსებს გამოსცემს. და მაინც, როგორ მუშაობს ბლიპ სიგნალი? ეს არის ერთგვარი დავიწრობებული FM ტალღა, რომელიც პულსებს შორის 1100 წამიან პერიოდულობას იკავებს. პროგრამული უზრუნველყოფა ბლიპსი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, ისევე როგორც ჯგუფის მონაცემთა ბაზები. კვლევარები ამბობენ, რომ მიესალმებიან თუ კი ვინმე თავადაც ჩაატარებს საკუთარ ანალიზს. არ დაგვაუწყდეს, რომ ამ მონაცემებით მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში მეცნიერებს 300 მილიონზე მეტი პლანეტა აქვთ აღმოჩენილი, რომელიც პოტენციურად ხელსაყრელია სიცოცხლისთვის. წარმოუდგინეთ ეს რიცხვი, რომელიც რამდენიმე წამის წინ თქვი, რომ აღარაფერი თქვა მილიარდობით ასეთ გალაქტიკაზე და სამყაროს უსაზღვრო მოცულობაზე. მხოლოდ ჩვენი გალაქტიკა გვეყოფა საკვლევად. ტელესკოპები მომართულია და ხელებიც დაგაბიძებულია. ამ ეტაპზე ერთადერთი პლანეტა, სადაც დარწმუნებით ვიცით, რომ სიცოცხლე არსებობს, არის ჩვენი დედამიწა. შეიძლება არსებობდეს ნებისმიერი რაოდენობის დეტალური ფაქტორი, რომლებაც ჩვენს არსებობაში გარკვეული როლი ითამაშა. მაგალითად, მთვარე ან იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტის არსებობა, მაგრამ საწყის წერტილში ასტრონომები ითვალისწინებენ მხოლოდ 3 ფაქტორს. 3 მთავარი კრიტერიუმია. პირველი, არის თუ არა ეგზოპლანეტა კლდოვანი. ანუ ისეთი, როგორიც არის დედამიწა, მარსი და ვენერა. მოძრაობს თუ არა ის მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო. ანუ არც ისე ცხელი და არც ისე აქტიური ვარსკვლავის, რომელსაც პლანეტისთვის საზიანო რადიაციული ამოფრქვევები ახასიათებს. მოძრაობს თუ არა ის თავისი ვარსკვლავის გარშემო ოღონდ სასიცოცხლო ზონაში. მისგან ისეთ მანძილზე, რომ ტემპერატურა ხელსაყრელი იყოს მის ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნებისთვის. არც ისე შორს, რომ გაიყინოს და არც ისე ახლოს, რომ აორთქლდეს. ასეთი დეტალების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია პოტენციურად სასიცოცხლო პლანეტების ამჟამინდელ და სამომავლო ძებნაში. და თხოვნა, არ დაიზარო, გამოიწერე არხი. გამოიწერე ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.